აბა ვნახოთ რა კითხვები მომიმზადეს. მოგესალმებით, ჩემი სახელის ხსენება არ მჭირდება. კი მიცნობთ ყველა და გავცემ კითხვებზე პასუხს. დავიწყოთ პირველი კითხვით. ავტორი გიორგი მჭედლიძე, ვინ არის შენთვის ყველაზე მაგარი მებრძოლიო? ჩემთვის ყველაზე მაგარი მებრძოლი არის ჯონ ჯონსი. რა თქმა უნდა. ლევანი ცერცვაძე გვწერს, ყველაზე რთული მეტოქე ვისთან ბრძოლაც ყველაზე მეტად გაგიჭირდა. საინტერესო კითხვაა. უმრავლესობა მიცის, რომ მე არა მარტო გამაში, ასევე ბევრ სხვა ორგანიზაციებში მაქვს ნაბრძოლი. ერთ-ერთს გამოვარჩევ, რა თქმა უნდა, გამადანაც გამოვარჩევ აკაკი კაკრიაშვილს, რომელიც იყო რთული მეტოქე. გაჭირვებით ვერ ვიტყვი, რომ გამიჭირდა, თუმცა ნამდვილად კონკურენტული მებრძოლი იყო. იქიდან გამომდინარე, რომ მას ჩემნაირად დიდი გამოცდილება აქვს და ყოველთვის უმნიშვნელო დეტალები იგებს, ასე ვთქვათ რა. ასევე გამოვარჩევ არტუშ გომციანს, მოკრივეს, რომელიც ძალიან მაგარია, ძალიან მაღალი დონის მებრძოლია და მასთან ბრძოლაც ძალიან კონკურენტული იყო ჩემთვის. დავიწყებ ძალიან პოზიტიური კომენტარით, შეკითხვით, რომელიც დაწერა ანრი ბესტავაშვილმა, გრიზლიმ. ლაშა, ძიმეწონის ქამარს 2026 წელს მოიგებ? მე დარწმუნებული ვარ, რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ მოვიგებ და ვფიქრობ, ფინალში მე და გრიზლი შევხვდებით. ძალიან მომწონს როგორც პიროვნება, როგორც ადამიანი, გრიზლი, ვფიქრობ ძალიან დადებითი მოვლენა არის ქართულ სპორტში და მხოლოდ პატივისცემა და წინსვლა. მაგრამ ფინალში უნდა მოვიგო. დავით ნუცუბიძე გვეკითხება, გალახავდი ცუდი კომენტარების ავტორებსო? ცუდი კომენტარების ავტორები ძირითადად ინკოგნიტო როჟები არიან და არ გავლახავდი, იმიტომ არ გავლახავდი, რომ მე მაგრად მიტყდება ვიღაცა ინკოგნიტო ბოდიში და სირებს მუშტებით გავცე პასუხი, არ გამისწორდება რა, არ არის ენღირსები, რომ ცემო რა, მაგასაც დამსახურება უნდა. ნიკა რამაზანაშვილი გვწერს, ლეო, რა შეცვალე მომზადებაში და ნახავთ თუ არა ახალ სტილს და რა გეგმები გაქვს ჩემპიონობის შემდეგ წონის შეცვლას აპირებ თუ არა? მადლობა ნიკა ამ კითხვისთვის. სტილის შეცვლას რაც შეეხება, უმრავლესობა მიცის, რომ მე დედოფლის წყაროს რაიონიდან მოვდივარ, ფესვები იქიდან მაქვს. თამაზი ყარაგვეზაშვილი არის ჩემი მწვრთნელი, რომელიც მე ზდიდა და მან ვითარებდა ყოველთვის. ანალოგიურად დღესდღეობით მეც მწვრთნელი ვარ, თამაზი მასწავლებელი ისევ გვერდით მიდგას და ასევე მეხმარება ჩემი მზადების პროცესში ჩართული არის შალვა ავთანდილაშვილი, რომელიც არის სამგზის მსოფლიო ჩემპიონი, ჩემი მეგობარი და ასევე ჩემს მწვრთნელობა აქვს შეთავსებული მას ჩემსავით, რომელიც მეხმარება და თქვენ იხილავთ რინგზე განახლებულ ლევანის. და რაც შეეხება წონის შეცვლას, ჯერ ეს დივიზიონი გასუფთავებელი მაქვს. აი მას შემდეგ შეიძლება ვიფიქრო წონის შეცვლაზე, თუმცა ჯერ აქ არიან ბიჭები, ვისთანაც მინდა ბრძოლების ჩატარება. შემდეგი შეკითხვა ლუკა ლომია. ლაშა, ჭამა გიყვარს? ალბათ კი, ჭამა მიყვარს. ჭამა მიყვარს, მით უმეტეს ახლა როდესაც დავბრუნდი ჩემ კომფორტულ მძიმე წონაში. საკმაოდ ისეთი გურმანი ვარ ახლა, რაღაც მარტივი კერძები არა, შეიძლება ფრანგული სამზარეულო უფრო ავირჩიო. მაგრამ რაღაც კლასიკური ქართული ახლა რაც მწვადი, ხინკალი და ეგეთ რაღაცებიც მიყვარს. მაგრამ უფრო ალბათ მაღალხარისხიანი სტეიკი. აი სტეიკი საქონლის იდეალური არის ჩემი აზრით. 1 კილონახევრიანი შემიძლია შევჭამო ალბათ დავისუფლად. შემდეგი კითხვა, ნაროუშვილი ლექსომ. ციკლაურთან რისი ხარჯით აპირებ მოგებას? რის ხარჯზე? ციკლაურთან ვაპირებ ჩემი მომზადების ხარჯზე, ჩემი ხასიათის ხარჯზე და ჩემი მუშტების ხარჯზე, რა თქმა უნდა. მეტი არაფრით რა ვიცი. განსაკუთრებული უნარჩვევები არა მაქვს ისეთი რამე სუპერმენული. რომ წააგო პიტბულთან გაგა გვწერს, რომ წააგო პიტბულთან ტატუს გაიკეთებ? წარწერით პიტბული არ წავაგებ.
და გამორიცხულია, არ წავაგებ. შემდეგი შეკითხვა საკმაოდ კრიტიკული გიორგი მონტანა რამდენად ყიდი ბრძოლებს. სიმართლე გითხრა მეც რომ აი ჩემ ორ წაგებას რომ უყურებ მართლა მგონია რომ ბრძოლებს ყიდი. სამწუხაროდ არავინ არ მირიცხავს ამ წაგებების შემდეგ. ფიქრობ რომ ანუ რეალურად ეხლა ამ საკითხზე რო ვისაუბრო ვანოკდაუნებ ტიპებს და შემდეგ უკვე მეწყება პრობლემა, მაგრამ ადრე მეგონა რომ ეს იყო კარდიოს პრობლემა, მაგრამ ეხლა რო ვარდიშობ ორჯერ დღეში და დარბიხარ და დალევით მეავრსვამ, არ ვჭამ და მithumetes სიგარეტს არ ვეწევი, ეგ პრობლემა წესით არ უნდა გქონდეს. ეხლა გავაკეთე ბოლო ცვლილებები და მივხვდი რომ პრობლემა იყო რომ მაღალ პულსზე არ მუშაობდი და მაღალ პულსზე ანუ ეგ არის საუბარი 190-ზე 200-ზე მეწყება პრობლემები. ანუ ეხლა უფრო მეცნიერულად მივდექი და ფიქრობ რომ ეს შეცდომა გამოვასწორე, იმიტომ რომ აი ბოლო ბრძოლაში ეხლა ხო ჩემთვის ეს მოწინააღმდეგე საინტერესო არ იყო ხო ხვდები, ანუ მარცხენა ჯები ჩაუსვი, დაждდა წაიქცა. შემდეგ მე ვერ გეტყვი რომ დარტყმები მომხდა თავში და მაგიტო დავჯექით. просто რაღაც მომენტში აი просто ენერგია მიმთავრდება. ანუ არ ფსიქოლოგიურად არ ვტყდები, არც ჰაერის უკმარისობა არ, просто აი ენერგია მიმთავრდება, აი просто ვждები და ვждები ხო ხვდები. და ეგეთი რაღაც შტერულად, აი მართლა შტერულად არის წაგებული ნიკასთანაც და სლავასთან. აი просто დავჯექი, აი არ შემეძლო ფიზიკურად გაგრძელება. ანუ მე ჩემი ეხა ფსიქოლოგია ვიცი, აი ყოფილა რომ თითი მომწყდა და გზნობდი ის მქონდა გახსნილი მქონდა თვალი, მაგრამ სპარინგებზე და ჩვეულებრივად ვაგრძელებ, ანუ ეგ ჩემთვის ტკივილი არ არის რაღაც ისეთი რომ გამაჩეროს. მაგრამ აი ეს მომენტი რაც მე მემართებოდა ხო ეს მაღალ პულსზე, აი просто აი ფიზიკურად ვერ ვდგებოდი რა და ეგ იყო და მე ამაზე ვმუშაობ, ვიყიდე ინერციული ბილიკი მაგისთვის, მომზადება შევიცვალე, ვოლფს აკადემიაში ვემზადები და ვფიქრობ რომ ეს მომენტი გამოვასწორე. იმიტომ რომ დანარჩენ ასპექტში ანუ ლოგიკურად რო შევაფასო, ხო ვერც ერთი ახლოს ვერ არის ჩემთან, ვერც ტექნიკურთან, ვერც ფიზიკურად, მაგრამ აი ერთი მომენტი არის გამოვაგებდი რა. გუგა თავართქილაძე, ლეგენდა ხარ. როგორ ფიქრობ, ვინ მოიპოვებს გამარჯვებას? კორტავა versus მელიქიან შორისო? მადლობა გუგა კითხვისთვის. ესე იგი ალბათ მელიქიანი, ნუ რა ვიცი, ამას დიდი ფიქრი არ ჭირდება. მონაცემებიდან გამომდინარე, ნუ ჩემი აზრით მელიქიანი გაიმარჯვებს ამ ორ შორის, თუმცა რომელ საუკუნეში შედგება ეს ბრძოლა, მე ნამდვილად არ ვიცი. ამ წონაში ჩემპიონობის შემდეგ გეგმავ თუ არა წონის შეცვლას. ამი რანი გვწერს. ნუ ფაქტობრივად გავეცი ამ კითხვას პასუხი, თუმცა არ არის პრობლემა, კიდევ ვიტყვი. ამ წონის გასუფთავების შემდეგ, ასე ვთქვათ, როცა ამ დივიზიონს გავასუფთავებ, ნუ მე ვთვლი პირობითად, რომ ამ წონაში, ნუ პიტბულთან ავიღებ ხამარს, არის ძალიან კარგი ახალი ბიჭი არის ლუკა მეგრელი, რომელიც ძალიან ხმაურით შემოვიდა ორგანიზაციაში, სიამოვნებით მივიღებ მას რინგზე და გაკრიაშვილი. ნუ ფაქტობრივად ამ სამი ბრძოლის შემდეგ დაველოდები კიდევ ახალ ოპონენტს. თუ ვინმე იქნება, ან შესაძლოა შემდეგ წონის შეცვლაზეც დავაფიქსირო ჩემი აზრი. შემდეგი შეკითხვა ელ ჰუერვო რაზრიხალ იოელ რომეროსთან შერკინებაზე ორივე ჩემი ფავორიტი გიგანტი ხართ. ეგ სასიამოვნო არის, სასიამოვნო. ჩემთან იყო ჩამოსული სტუმრად მებრძოლი ვაგაბოვი, ის ხვდება იოელ რომეროს ერთ თვეში. გონორარები აქვს ფანტასტიკური, ორივეს აქვს $9 მილიონი. როგორც მივხვდით, გამაში არ ხვდებიან. მაგრამ მუშტიკრივის წესით ეს ჩატარდება ABS ფორმატში, ან აბუდაბიში, ან რუსეთში და ვფიქრობ, აი პირადად გულახდილად გეტყვი, რომ იოელ რომეროსთან უფასოდაც ვიჩხუბებდი, აი ჩემი ოცნების ბრძოლა იქნებოდა. ძალიან გამოცდილია, ძალიან ატლეტური არის, ასაკის მიუხედავად. და ვინ იტყოდა ვარს ხო ვთქვი, ნებისმიერი სპორტსმენი დათანხმდებოდა და თავის მაქსიმუმს აჩვენებდა. ამიტომ დიდი სიამოვნებით, ძალიან დიდი სიამოვნებით, მithumetes $9 მილიონს თუ მომცემდნენ, რა ვიცი.
ვიჩხუბებდი და ვიჩხუბებდი. გიორგი დუმბაძე კითხულობს, რატო გეძახიან პიტბულსო? პირველი ბრძოლიდან პიტბულს მეძახიან და მეძახიან ალბათ ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, რომ ასე რაღაცა game dog-ივით ვიბრძვი და შეჩერება შეუძლებელია თუ არ გავითიშე და ამიტომ ალბათ ხასიათიდან გამომდინარე მეძახიან პიტბულს, მგონი არ უნდა იყოს რთული მისახვედრი. ლაშა მამიაური, როგორც იცით ამ ბრძოლას აკაკი კაკრიაშვილი აწყვევს. ლაშა მამიაური წერს და რას ფიქრობ, თუ რამდენიმე დღით ადრე ისევ მასთან მოგიწევს რინგის გაზიარება. ერთხელ და სამუდამოდ გაუქრობ ყველა მაყურებელს კითხვის ნიშნებს. რა საკვირველია ლაშა, მადლობა ამ კითხვისთვის. კი, ნამდვილად ასია, გავიგერო აკაკი კაკრიაშვილი აწყვევს ამ ბრძოლას და თამამად შემიძლია გითხრათ, რომ მე არ ვემზადები პიტბულთან ბრძოლისთვის. პიტბული ასე ვთქვათ, კარგი ბიჭია, ვაფასებ, თუმცა კაკრიაშვილთან შედარებით სქილები აკლია მას, გამოცდილება აკლია, ასე რომ მე პირდაპირ კაკრიაშვილისთვის ვემზადები და კი, ნამდვილად ყველანაირ კითხვას გავაქრობ და გადავული რინგზე. ისე რომ კითხვები აღარ გაჩნდეს. მოდი. ესეთი სახელით წერს. რუსულ პროექტში რისთვის ახვედი და რა იმედები ქონდა. მე ვფიქრობ, რომ სპორტი ჩვენ გვაერთიანებს, ანუ ჩემთვის არ არის ესეთი მომენტი, რომ ეხა რუსული სპორტი, გერმანული სპორტი და ამერიკული სპორტი არის კონკურენტული ორგანიზაციები, ერთ-ერთი და უბრალოდ რამოდენიმე არის რუსეთის ტერიტორიაზე. ეს იყო ჰარდკორი, სადაც მე დამპატიჟეს კონფერენციაზე, ეს იყო პრაიმი. იმ მიზნით წავედი, რომ რამოდენიმე მიზნით, პირველ რიგში საინტერესო არის იმის მედიას მხრივ, განვითარების მხრივ, რადგანაც ძალიან დიდ ვარსკვლავებს ხვდები. მეორე სპორტის მხრივ, ჩემი აზრით, ბევრჯერ მოეწონება თუ არა ეგ თქვენი პირადი საქმე არის, მაგრამ რუსეთს ყავს ჩემი აზრით მსოფლიოში ყველაზე ძლიერი მოყვარულთა სკოლა კრივში და თუ ეხლა ევროპაში მე ვიჩხუბე და კრივში იმაში მუშტიკრევში შევხვდი ვიღაც სპორტსმენს, ვინც MMA-დან გადმოვიდა, შენ რუსეთში ხვდები შეიძლება ოლიმპიური ნაკრების წევრს კრივში და ბევრად სხვა დონე არის, ვაფშე სხვა დონე არის, ამიტომ საინტერესო არის. შემდეგი ეს არის ჰონორარები, მაღალი ჰონორარებია ძალიან, ანუ საშუალოდ ეს არის საუბარი $20,000-ზე, რომელსაც აძლევენ ბრძოლაში და მეოთხე მომენტი, ანუ მე თუ ადგამ სადმე ნაბიჯს თავისთავად, იმას მოყვება ჩემი გუნდი და ის ქართველი ბიჭები, რომელიც ასევე ბრძოლობენ, ამიტომ მე ამაში მინუსს ვერ ვხედავ. გიორგი ლობჟანიძე კითხულობს, ტოპესთან მოგვარდი ძმი? კი, ტოპე ძმა არის ჩემი, ჩავარტყით ხელი და უმეგობრდით. ლუკა ლომაია წერს, ყველაზე მტკივნეული დარტყმა ვისგან მიგიღია? ცხოვრებისგან. ამომწურავად. ცხოვრებაზე ძლიერად არავინ ურტყავს. სხვა დარტყმა ჩემთვის დარტყმად არ აღიქმება. შემდეგი კითხვა ბადრი კერესელიძე. რა ამდენ ხანს კარდიო რატო ვერ გააუმჯობესე და რა არის პრობლემა? აი ამ შეკითხვაზე ვცადე წინა კომენტარზე რომ მიპასუხა. კარდიოს პრობლემა არ არის, აი რა ვიცი, ახლა რომ უფრო მეცნიერულად აგიხსნათ. ანუ არსებობს რამოდენიმე ზონა პულსის, ეს არის დაუშვათ აი 140-მდე, როდესაც ზუნზული დარბი ხარ, ან ესეთი დაბალი დონის დატვირთვები გაქვს. არის 170, როდესაც მაღალ ტემპში დაუშვათ სპარინგობ, ან რაღაც კროსფიტს აკეთებს. არის ძალიან მაღალი პულსი 190-200, რომელზეც აი შეჯიბრებებზე ძირითადად ამ პულსზე ჩხუბობ. და მე მქონდა ძალიან დიდი პრობლემა, იმიტომ რომ ამ 180-მდე იდეალურად გზნობდი თავს და შემეძლო 12-16 რაუნდი ჩამეტარებია და უკვე ძალიან მაღალ პულსზე მეტი შებოდა ხელები, ჟანგბადის რაოდენობა იყო დაბალი, ანუ ეს ყველაფერი სპეციალური დანადგარებითაც გავზომე და პლუს მომზადებაში კორექტირებას შევიტანე. ამიტომ ფიქრობ უბრალოდ იმით რომ ეხლა ლაშას ეზარება და დილით არ დარბის სარბენად, ეგ პრობლემა არ ყოფილა, არ მეზარება და სარბენად დავდივარ. ამირანი კითხულობს, კითხვა გამას მაკგრეგორს.
ნუ მეძახით მაგრეგორს ხალხო რა. ჯერ ერთი რომ არ ვარ მაგრეგორი და არც მაგისი არაფერი არ მაქვს საერთოდ. პიტბული. მახსოვს ფოლადასთან შენი უთანხმოება და შემდეგ ნოკაუტი. რევანში შესაძლებლობა რო იყოს დათანხმდებოდი? დავთანხმდებოდი თანაბარ პირობებში რა, ანუ თანაბარი მონაცემების შემთხვევაში დავთანხმდებოდი კი. ანუ უპირატესობების გარეშე, მაგალითად წონის უპირატესობის გარეშე. თუ შევძლებ და მოვიმატებ იმდენს, რომ იმის წონაზე დავდგე, ან რამე ისეთ წონაზე შევთანხმდებით, რომ მე კი არ მოვიმატო, არამედ მეც იმ წონაზე დავდგე და ისიც იმ წონაზე დადგეს და არა იყოს 15 კილოგრამი პლუსი მერე მეორე დღეს და ასე შემდეგ. ანუ თანაბარი თუ იქნება ჩვენი შესაძლებლობები, წონა და ასე შემდეგ, დიდი სიამოვნებით, რა თქმა უნდა. ვატო პავლიაშვილი ნათლია დაბრუნდება და როდის? ვატო მადლობა კითხვისთვის. ნათლია მზადების პროცესშია, ასე ვთქვათ, მოსამზადებელ კემპს გადის. მისი დიდი პაუზის შემდეგ არ ვიცი რამდენ ხანში მოვახერხებ რომ ჩადგეს ის ფორმაში და იმის შესაბამისად დანამდვილებით პასუხს ვერ გეტყვი, როდის ჯერ ეს კითხვის ნიშანი დარჩება ისევ. ამდენი წაკების შემდეგ ეგ წერს ნიკა კობაური, არ გინდა რომ ზედმეტსახელი შეიცვალო ან არ შეგეფერება. ვფიქრობ რომ შემეფერება, რადგანაც ყოველ საქმეში ესე ვარ, რომ მე თავიდანვე ვთქვი რომ ეს ვიზუალის მომენტი არ არის, ეს აირონლაშა თქვი ეს იყო, არის ხასიათის აღწერა უფრო, რომ მე ვაწვევი და ჩემ მიზანს ვაღწევ. მე შეიძლება ყველაზე მაგარი მონაცემები ამ სპორტში არ მაქვს, მაგრამ ყველაზე მაგარი ხასიათი მაქვს და საკმაოდ კარგად უდგები და შენ ყველაფერს დაინახავთ 2026 წელს. ამიტომ სახელი რჩება. ნიკოლო ჯაგუნავა გვეკითხება, აპირებ თუ არა, რომ ოდესმე იჩხუბო MMA-შიო. ნიკოლოზ, დიდი სიამოვნებით ვიჩხუბებდი. თუმცა რომ ვიყო დაახლოებით 20 წლის, ან 22 წლის, იმიტომ რომ აღარ ვარ ხა იმ ასაკში, რომ რაღაცა გრეპლინგზე დავიწყო მომზადება, სხვადასხვა ტექნიკა, სხვადასხვა სკილები მივიღო და მოკლედ ჩემ შესაძლებლობებს გამოვიყენებ მხოლოდ და მხოლოდ მუშტიკრივში, სხვაგან არ ვაპირებ, არც MMA-ს ვაპირებ, არც კრივს ვაპირებ, მხოლოდ და მხოლოდ მუშტიკრივს. დაჩი გწერს ლევან შენი აზრით ვინ არის მსოფლიოში საუკეთესო მოკრივე? ეს ძალიან ამომწურავად რო გავცე ამ კითხვაზე პასუხი რთულია. ძალიან ბევრი კარგი მოკრივია, თუმცა მე გავიზარდე ასე ვთქვათ მე ჩემი კრივში დადობის პერიოდში ყოველთვის უყურებდი გენადი გალოვკინის ბრძოლებს. გამაში რომ მოვედი, მას მე ძალიან ბევრი ასე ვთქვათ მამსგავსებდა მას, ძალიან ბევრი მიმით შეიქმნა. ნუ გალოვკინი იყო ჩემთვის ყოველთვის ფავორიტი და ძალიან მაგარი იყო. თუმცა დღესდღეობით როგორც აღნიშნე, ერთი გამორჩეული კონკრეტული მებრძოლი არ მყავს და ასევე ძალიან მაგრად ვაფასებ და ძალიან მომწონს სტილისტიკურად ტერენს კროუფორდი, დიმიტრი ბივოლი, ალექსანდრ უსიკი, არ ვიცი. მე ყველასგან ვიღებ რაღაც პლუსებს. ლომაშენკო, რავი, აი ერთეულები არიან. ფაქტობრივად შემიძლია ხდიცე ჩამოთვალო, მაგრამ ერთს ვერ გამოვარჩევ დღეს ვინც არის საუკეთესო, თუმცა ყველა დროის საუკეთესო მოკრივედ მაინც მუჰამედ ალის დავასახელებ მეც. იქიდან გამომდინარე, რომ იმ ეპოქაში, როდესაც ის ბრძოლობდა, დაჟე დღესაც კი რომ იყოს მუჰამედ ალი, მაშინ როცა კრივი ამ დონეზე განვითარდა და წინ წავიდა, მისი სტილი და მისი ბრძოლის მანერა ალბათ დღესაც ისევ ჩემპიონი იქნებოდა. შემდეგი საკმაოდ გრძელი შეკითხვა ნიუჰაუსი. კითხვას არა, რჩევას მაძლევს. შტანგები და აი ეს კარგია რომ მოგწერა. შტანგები და კაჩაობა კრავს და განელებს, რაც შეიძლება მეტი კარდიო და
ну ჯამში ხო გასაგები არის, ბევრი მწერს რომ აი შტანგებს დაანებეთ თავი, არიკაჩაო, ну თუ ეხლა თქვენ გონიათ რომ იმდენი გამოცდილება არ მაქვს რომ სწორად ვერ მოვემზადო. მაქვს ეს გამოცდილება, შტანგებს მე არ ვაკეთებდი 4 წელი პრინციპში არ ვეხებოდი და შემიწუხენ გული ბიცეპს და იმას არ ვაკაჩაებ, აი პრინციპულად ხო არ ვეხებოდი და არაფერი არ შეცვალა, სხვა რამეში იყო პრობლემა. ეხლა დავაბრუნე ძალისმიერი ვარჯიშები, 250 ჩაუჯექი, ძალიან მშვენივრად. კარგი ფიზიკური მონაცემის, კარგი ფიზიკური მაჩვენებლები გავაკეთე, დედლიფტი, ჩაჯდომები, წოლჟიმი, მაგრამ დიდად ფიტნესში არ მივდივარ, შეიძლება კვირაში ერთხელ გავაკეთო ძალისმიერი რაღაც მოძრაობა. ფიქრობ მძიმე წონას ეს აუცილებლად ჭირდება. მაგრამ ჩემთვის მადლობა, უბრალოდ ხვდები რომ ცდილობენ რომ დამეხმარონ და მადლობა. გავითვალისწინე და დავაკორექტირე. ნიკოლოზ კარკაშაძე. პირველ რიგში გისურვებ წარმატებებს, მაინტერესებს რამდენი წლის იყავი, როდესაც დაიწყე მუშტიკრევიო. მადლობა ნიკოლოზ, მუშტიკრევი დაიწყე 26 წლის ასაკში. დემეტრე სულაბერიძე გვწერს. ამ ჩხუბის შემდეგ თუ ახვალ ზედა წონაში. მადლობა დემე კითხვისთვის. რა თქმა უნდა, განვიხილავ მაგ საკითხს, გავეცი უკვე ამ კითხვაზე პასუხი, თუმცა ისევ დაუბრუნდები. შესაძლებელია, მაგრამ როგორც აღვნიშნე, ჯერ ამ წონაში მაქვს გასასუფთავებელი დივიზიონი, არის რამდენიმე მებრძოლი, ვისთან ერთად სიამოვნებით გავიზიარებ რინგს და რო ვთქვა, ზევით წონაში ასვლა იმდენად არ არის ჩემთვის საინტერესო, ვიდრე საზღვარგარეთ იგივე BKFC-ში ან რაიმე სხვა მუშტიკრევის ორგანიზაციაში გასვლა და იქიდან წარმატების მოტანა ისევ 60 კილოში, ვიდრე 65 კილოში ასვლა, ტრავმების უაზროდ მიღება და შემდეგ დროზე ადრე კარიერის დასრულება. გწერს სი ლემჩიაკ, არ ვიცი ვინ არის და საიდან არის, მაგრამ გწერს რანაირად მოახერხე რომ ის შაუბნელი მენტალიტეტის კაცთან წააგო ეს რომ დარტყმა არ მოხვედრია ხეირიანი. ეს ნიკაზე არის საუბარი, სავარაუდოდ. ნიკას რა შემიძლია აღვნიშნო, რომ ძალიან მაგარი ხასიათი აქვს. მართლა არ მინახავს რომ ტიპი გათიშულიყო, რომ ორივე ხელი ედო და თვალები დახუჭა და შემდეგ ადგა უფრო ენერგიული. ეგეთი ცხოვრებაში პირველად ნახე. რას დავაბრალო არ ვიცი, მაგრამ ხასიათს ვერ დაუკარგავ. ну ფაქტი არის რომ ადგა, ფაქტი არის რომ გააგზელა და ფაქტი არის რომ მე ვერ შევძელი, ვერ გავაგზელე. მიუხედავად რომ შეიძლება ეს ბიჭი არ ფლობს კრივის ტექნიკას, იმ მოცემულებაში, იმ პატარა რინგში და იმ აი ცოტათი როგორ გადავარქვე ეს აი შეუჩერებელი ხელების ქნევით, ხო, რასაც აკეთებს, ის აღწევს თავის მიზანს და ну ფაქტი არის რომ ეხლა რამოდენიმე გამარჯვების სერიაზე არის და არ უნდა დაუკარგოთ ეს, არ უნდა დაუკარგოთ მისი ხასიათი. მე კი უნდა გავაკეთო ცვლილებები და კორექტირებები გამომდინარე ჩემი შეცდომის. ეგ არის სულ. ჯავახიშვილი მარიამი, მოგესალმები. პირველ რიგში გისურვებ წარმატებულ დაბრუნებას, მაინტერესებს ხანგრძლივი პაუზის შემდეგ რამდენად შეიცვალა შენი მენტალური მიდგომა ბრძოლისადმი და არის თუ არა ეს დაპირისპირება შენთვის ახალი ეტაპის დასაწყისი კარიერაშიო. ამ კითხვას კი გავეცი პასუხი, მაგრამ ასე გავცემ კიდე. მადლობა წარმატებებისთვის და მოკლედ ჩემი მენტალური მიდგომა, როგორც კი პასუხი არ შეცვლილა, რა თქმა უნდა, ეს ჩემი საქმეა, ჩემი საყვარელი საქმიანობაა, მე ამით ფულს შოულობ, მე ამით სიამოვნებას ვიღებ. და ეს დაპირისპირება, ახალი ეტაპი ჩემთვის ნამდვილად არ არის, როგორც უკვე გითხარი, ეს ჩემი სამსახურია, ასე ვთქვათ. ახალი ეტაპი იქნება ციკლაურისთვის, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ სპორტს დაანებებს და გააგრძელებს მომავალი თაობის აღზრდა განვითარებას. მადლობა კითხვისთვის. თოკო ქისტაური გვწერს, პიტბულს რო დაიხვევ
მაინც პიტბულს ხო დაიხვევ კლავზე ცირკის გველივით. არ ვიცი თქო აქ გავიცინო თუ როგორ მესმის ჰეითერების შეხედულება, თუმცა რა ვიცი, პიტბული ისეთია. ვაჟკაცი ბიჭია, რაც მოვედი მე გამას ორგანიზაციაში, პირველი კაცი იყო, ვინც გადმოვიდა და არ თქვა უარი ჩემთან ბრძოლაზე. ნუ მართალია ამის შემდეგ კი გავიდა 3 წელი და მე მოთმინებითველი, თუმცა არ შეიქმნა ის გარემო პირობა, რომ ჩემი და მის შორის რინგის ყოფილიყო გადამწყვეტი. მაგრამ ვფიქრობ, ხვალ გაეცემა ამ ყველაფერს პასუხი. ნუ თლად შენ სიტყვებს არ გავიმეორებ, თუმცა ლამაზს არ გაუშვებ რინგიდან. ეს შემიძლია გითხრა. შემდეგი შეკითხვა, კარდავა ნიკუშა გწერს. რატომ ეცემი და ჩერდები ძმაო მაშინ, როდესაც ყველამ ვიცით რომ მეტი შეგიძლია. აი მეც ამ შეკითხვას უსვამ ჩემ თავს და როგორც გითხარით, ვფიქრობ რომ პრობლემა იყო ჯანმრთელობაში და მომზადების მომენტში. მქონდა დიდი პრობლემები მაღალ პულსზე, აი სხეული ითიშებოდა. არ ვიცი, არ იყო მზად, რაღაც ჯანმრთელობის მომენტი არის, მაგრამ აი როდესაც პულსი ადიოდა 190-ზე და მეძზე და გრძელდებოდა 10-20 წამი, აი უბრალოდ ენერგიისგან ვიცლებოდი და ვითიშებოდი. ბოლო ბრძოლაზე უბრალოდ მე არცად არ გამიჟღერებია, რომ არ მიყვარს ამაზე საუბარი, მქონდა ძალიან დაბალი გემოგლობინი და არცნაირად შეგრძნა გამოფიტული ვიყავი ბრძოლაზე გავდიოდი ემოციების გარეშე. აი ეგ ცოტათი ცუდი ნიშანი არის. დავაკორექტირე ეგ მომენტი. რეალურად არავის არ აინტერესებს ახლა ვის რა ჭირს და კატა მოუხდა თუ ბებია გაუცივდა, ანუ ყველას მაინტერესებს რა შედეგს დადებ, ამიტომ ამ მიმართულებით ვმუშაობ. სანდრო გამსახურდია გვეკითხება კიდევ მინიმუმ რამდენ ბრძოლას გამართავ გამაშიო. მოკლედ რო გითხრა სანდრო, ამ ბრძოლის შემდეგ ვაპირებ დავიშვენო, უბრალოდ დავიშვენო ბრძოლებისგან და მოვემზადო იმისთვის რომ მოვხდე BKFC-ში და სადღაც შეიძლება ჩავატარო კიდეც გამაში. ნუ გააჩნია ბევრი მომენტია გასათვალისწინებელი და ნახოთ როგორ იქნება. მთავარია ეს ბრძოლა ჩავატარო ისე როგორც მე მინდა და მე დანარჩენზე აუცილებლად დაგელაპარაკებით ჩემ გულშემატკივრებს. ლუკა აბრამიშვილი, რატომ დაიწყო გამაში ბრძოლაო? რატომ დავიწყე გამაში ბრძოლა? რატომ დავიწყე და ალბათ მომწონს, მიყვარს ბრძოლა, ყოველთვის მაინტერესებდა, მაგრამ არასდროს არ მქონია იმის მომენტი, რომ და არც მიფიქრია დაჟე, რომ ასე რინგზე გამოვსულიყავი. თუმცა დამიდგა ცხოვრებაში ისეთი მომენტი, რომ დავინტერესდი და მივედი და ვიბრძოლე და იმის მერე ვიბრძვი. ირაკლი შეკილაძე წერს არ ჩაშალო ოღონდაც ბრძოლა თუ ძმა ხარ ამდენი ხანია ველით მაგჩხუბს გამას მაყურებელი რა ვქნა ირაკლი ველი 3 წელზე მეტია ასაკი შეომეპარა უკვე პირველად რო გადმოვედი პიტბულის ჩემს შორის დაპირისპირება რომ იყო რომ გადახედოთ იმ ვიდეოს უწორულოაშო ბიჭი ვარ ჯერ ისევ ბავშვი ვარ დღეს უკვე მე მგონი ჭაღარად შეპარული მაქვს მაშინ მეც სიამონებით ველი ამ ყველაფერს. აკ კიდე შეკითხვა გვაქვს დავითი так სწორად რო წავიკითხო ჩილინგარაშვილი. რამდენი ხანია პროფესიონალურ კრივში ხარ? პროფესიონალურ კრივში, ანუ მოკლედ რომ მოგიყვეთ, მე ბავშვობიდან ვარჯიშობ, შემდეგ მე ვიყავი სამბოში, მე ვცხოვრობდი და გავიზარდე რუსეთში, გავხდი ორჯერ რუსეთის ჩემპიონი სამბოში და გრეპლინგში, შემდეგ გადავედი MMA-ში, მან გავაკეთე 3 ბრძოლა, 2 ბრძოლა მოვიგე, 1 ბრძოლა წავაგე. აი აბსოლუტურად მსგავსი მიზეზის გამო და შემდეგ ალბათ კრივის მოდებაში არასოდეს არ ვიყავი და სულ მე მირჩევნოდა ჭიდაობა პროსტა რომ უცადე კრივი და ჩხუბი აი რომ გამომიწვიეს გამაში იმ მომენტიდან დავიწყე შესწავლა. მანამდე უბრალოდ MMA-ის დონეზე ვიცოდი რომ აი რაღაც
ორი დარტყმა შესვლა ესეთ ვარიანტზე. ამიტომ პროფესიონალურ კრივზე ვიტყოდი, რომ ალბათ 3 წლის წინ. და დებიუტი გავაკეთე, სხვათა შორის შტუტგარტში გავაკეთე დებიუტი. ჩავმიყვანეს ალბათ რომ ცემონდა, დავანოკაუტე გერმანელი ძალიან სახალისო იყო. შემთხვევით ჩემი აზრით გამივარდა 100% ის დარტყმა, არ დავიბრალებ რომ კარგი მოკრივე ვიყავი. უბრალოდ გამივარდა, მოვიგე, ამიტომ 3 წლის წინ. Так, შემდეგი წერს ჩვენ ნიკოლოზ კარკაშაძე. ლაშა, მაინტერესებს საუკეთესო წლები მუშტი კრივის დასაწყებად რა, დაწყებისთვის. ვფიქრობ, რომ ეგეთი ასაკი არა აქვს მით უმეტეს მუშტი კრივს როგორც სპორტი, ჯერ არ ჩამოყალიბებულა ეს არის მაინც კრივის მიმართულება. ამიტომ ბიოლოგიური ასაკიც უფრო მნიშვნელოვანი არის ვიდრე ფაქტიური ასაკი. შეიძლება აი როგორც მე 30 წლის იყო და დაიწყო, შეიძლება 17 წლის იყო და დაიწყო. ანუ ამას მნიშვნელობა არ აქვს. უბრალოდ იმ რჩევას მოგცემდით, რომ მაქსიმალურად შეინახოთ ხელები. ანუ მუშტი კრივში თუ ჩხუბობთ, ეს არ ნიშნავს, რომ დარბაზში უნდა ულაწუნებდეთ შიშველ ხელებს მთელი დღე. ანუ ეგ განსხვავებული მომენტები არის, ან კედელს რომ ბევრი კიდე ურთღამს და ამით თავისი აზრით მუშტს აძლიერებს, ეგეთი სისულელები არ გააკეთოთ. უბრალოდ შეისწავლეთ ტექნიკა, ფიზიკურად განვითარდით, მიიღეთ გამოცდილება და როდესაც მწვრთნელი გეტყვით რომ და თქვენ მიხვდებით რომ მზად ხართ, დაიწყეთ გამოსვლა. ამიტომ ეს არის ჩემი აზრით MMA-ს და კრივის შორის მიმართულება. და ეგეთი სკოლა როგორც ესეთი არ არსებობს, უბრალოდ შეგიძლიათ დაიწყოთ სტრაიკინგის ტექნიკის შესწავლა. შეგიძლიათ დაიწყოთ ვოლფს აკადემიაში, სადაც მეც ვემზადები. კარგი მასწავლებლები გყავს. ხო, მადლობა კითხვებისთვის. შევხვდებით 28 თებერვალს გამა ფაით ჰოლში მე და ლევან ბუგიმენ ციკლაური. მადლობა კითხვებისთვის, დასრულდა ჩვენი კითხვები. მადლობა დაინტერესებისთვის. რეალურად მაყურებელი და ხალხი თქვენ ხართ ის, ვის გამოც არსებობს ეს ბრძოლა, არსებობს სპორტი და თქვენ რომ არ იჩენდეთ ამდენ ყურადღებას, არც ეს ბრძოლა არ შედგებოდა. ასე რომ მადლობა ამ ყველაფრისთვის. მინდა მოგიწოდოთ ყველას რომ მოხვიდეთ 28 თებერვალს, დაესწროთ ჩვენს ბრძოლას, ან უყუროთ ონლაინ, არის ამის შესაძლებლობა გამა TV-ზე. ეგ იყო სულ შეკითხვები. ამით მინდა დაგემშვიდობოთ. 2026 წელს შეგვირდებით რომ ზიმეწონაში და არა მარტო კამარს მე მოვიგებ, გააჩვენებ სანახაობრივ ბრძოლებს და შეცდომები, რომელიც დაუშვი გამოვასწორეთ და ამ ყველაფერს დაინახავთ რინგში. 28 თებერვალს გამას რინგზე არ ნახული ცეცხლი დაინთება. ლუკა პიტბულ კახიშვილი, ლევან გუდიანი ციკლაურის წინააღმდეგ, ბრცოლა რომელსაც გამას გულშემატკივარი წლები აელოდება. ვიხილავთ მძიმე წონების სუპერ ჯახს. გამას რინგს ლაშა აირონ როინიშვილი და თაზო ბულდოზერ ზადიშვილი შეაზანზარებენ. არ გამოტოვოთ დაუვიწყარი სანახაობა. შეიძინე ბილეთები ან უყურე პირდაპირ ეთერში.